მინისტრობის გადადგომამდე არც ერთი დღის განმავლობაში ბატონი კეზერაშვილი არ ყოფილა ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ ცნობია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული ბიზნეს წარმატებები ჰქონდა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა ქონების დაგროვების და დიდი ფინანსური სარგებლის მიღების მანამდე. თუმცა აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომის თანავე ჩვენ ამაზე მაშინ ვერ საუბრობდით, რომ უცბად ეს კაცი გახდა მაგალითად შპს ლუკოილის ნახევარის 50%-ის წილის მფლობელი სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო პრინციპში გათეთრება იმ ბიზნესის, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდა, უბრალოდ რადგან მინისტრი იყო, ამიტომ ამაზე არ საუბრობდა. მინდა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან ამ მასალებით და უსწრაფეს დროში ქართულ საზოგადოებას აცნობებენ ამბავს ორი მთავარი ინფორმაციის შესახებ. ერთი თავად ამ მიმოქცევების შესახებ, ამ მილიარდიანი ბრუნვის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ამ კაცის ანგარიშზე ამდენი ფული და როგორ მოახერხა საჯარო მოხელე დავით კეზერაშვილმა, მთელი სიცოცხლის მანძილზე საჯარო მოხელე დავით კეზერაშვილმა 20 მილიონერად გახტომა და მეორე ასევე იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ დეტალებსაც მალე გაიგებს დიდი იმედი მაქვს საზოგადოება პროკურატურის ძალისხმევით.